შარტავას სახელის უგდაყოფისადმი მიზნული კიდევ ერთი ღონისძიება. ჩვენ ყოველწლიურად რაღაც სიახლე შემოგვაქვს მის სახელთან დაკავშირებით წელს პანდელის საქართველოს ფედერაციის მეშვეურობის წინადადებით გამომდინარე იქიდან რომ ბატონი ჟული თავის დროზე კომაგობდა სპორტსმენებს თვითონ ძალიან გატაცებული იყო სპორტის სხვადასხვა სახეობით, მაგრამ განსაკუთრებულად უყვარდა დიდი ჩოგბურთი. გადავწყვიტეთ მიგვეღო ეს წინადადება და მოგვეწყო მისი სახელობის პანდელის პირველი ჩემპიონატი. ტურნირი ჩატარდა საქართველოს პადელის ფედერაციის და ჟიული შარტავას საზოგადოების ერთობლივი ძალისხმევით და აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით. ასევე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ჩართულობით და მხარდაჭერით. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ქართველი მოყვარული პადელის მოთამაშეები, ასევე უცხოელები ესპანეთიდან, უკრაინიდან. პირველ რიგში მინდა მიულოცო ყველა გამარჯვებულებს, ვინც მოიპოვა და ვინც წარმატება აჩვენა და ძალიან მნიშვნელოვანია მეჩვეულ გამოსვლაში აუნიშნებდა, მიმეორებდა, მიზახებს აუცილებელია, რომ ჟიურის შარტავას სახელობის ტურნირი, რამე თუ ეს ყველა ახალგაზრდა უნდა იცოდეს, რომ უგდაყოფთ ჩვენი გმირის სახელი. ბატონი ჟიული მართლაც მრავალმხრივი პიროვნება იყო. არა მხოლოდ ის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე გახლდათ, არამედ სპორტსმენიც იყო. ეს შეიძლება საზოგადოებამ ნაკლებად იცის, მაგრამ ის იყო სპორტსმენი, ჩოგბურთელი, ტენისისტი და ის ზუსტად ჩატარდა მისი ხსოვნისადმი მიზნული ტურნირი ჩოგბურთში, რომელიც ფაქტობრივად გამოვიდა საერთაშორისო, იმიტომ რომ მასში პიროვნულად მაინც მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა პოლონეთიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან და აგერ ესპანეთის წარმომადგენელი დავაჯილდოვეთ როგორც გამარჯვებული. დაიდო მემორანდუმი ჟიული შარტავას ფონდი, ოლიმპიური კომიტეტი, აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტრო. გასულ წელს ჩვენ ჩავატარეთ ყაზბეგში, მოხდა მწვერვალზე ასვლა, მისი სახელობის დაფა გაკეთდა და ძალიან მაღალ დონეზე ჩატარდა. იგივე განმეორდა წელს, ოღონდ სპორტის უფრო ახალად ვეთქვათ დაფუძნებულ სახეობაში პანდელში, სადაც მონაწილეობა მიიღო 40-მდე ახალგაზრდა სპორტსმენებმა, საზღვარგარეთიდან პოლონეთი იყო, უკრაინის წარმომადგენლები იყო, ჩვენი წარმომადგენლები და მათ შორის ერთი ჩვენი წარმომადგენელიც იყო გალიდა, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა. პირველად მივიღე მონაწილეობა ზოგადად პადელის ტურნირში, მით უმეტეს ესეთ კარგ ტურნირში და განსაკუთრებით საამაყოა, რომ ბატონი ჟიური შარტავას ტურნირში გავიმარჯვე და ძალიან მიამაყება და მიხარია. So first of all, I want to say that I am very proud of receiving this prize. To me it means a lot. I'm super happy. And I want to say thank you to the Olympic Committee, to the Georgian Federation and to everybody that is involved in this sport because I think it's going to be great. It's a great sport and it's going to be great in this wonderful country. And being part of this first tournament in Georgia, I think is the beginning of a very big thing that is coming. And I know Georgian Kartuli people is gonna love it, and I wanna say thank you to this wonderful country for everything. You are super kind.